საქართველოში ფასეულობათა კვლევა საზოგადოება ივერიისამ წლების წინ დაიწყო. სპეციალურად მოწვეული ფილოსოფოსები, ისტორიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები, თეოლოგები ამუშავებენ კულტურულ და რელიგიურ ფასეულობებთან დაკავშირებულ საკითხებს, სწავლობენ მათ მნიშვნელობას საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებისთვის. გაანალიზებული ცოდნის საფუძველზე კი შექმნილია სალექციო კურსი, რომელიც 2010 წლიდან დღემდე 5000-მდე ადამიანმა მოისმინა. თეიმურაზ ბუაძე ერთ-ერთია, ვინც ლექციებს კითხულობს. მისი კურსი აზროვნების ისტორიას განიხილავს, ასევე ქრისტიანობაზე დაფუძნებული მსოფლმხედველობის მთავარ ელემენტებსა და მათთან დაკავშირებული იდეოლოგიური გამოწვევების ჩამოყალიბების ისტორიას. ჩვენ ცხოვრობ ძალიან რელატივისტურ გარემოში, სადაც უამრავი იდეოლოგიები წარმოიშვება, გლობალიზაციურ გარემოში, ამიტომ ადამიანს ეგზისტენციალურად ჭირდება დაასაბუთოს გონივრულად ის მსოფლმხედველობა, რომელიც უნდა აირჩიოს. და ასეთი არის ქრისტიანობა. მართალია, ქრისტიანული ჭეშმარიტებების ყველა მიგნება ადამიანის გონებას არ შეუძლია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვიცით ეს ჭეშმარიტება, გონებას შეუძლია მოგვაწოდოს არგუმენტები, რომელიც დაგვანახოს მის უპირატესობას. ეს ლექციები მიმდინარეობს საზოგადოება ივერიისას ეგიდით. და საზოგადოება ივერიისა ორიენტირებულია ფასეულობით განათლებაზე. აი ფასეულობით განათლება სხვა ამას გულისხმობს. გაარკვიო რა არის მნიშვნელოვანი, რა არის ნაკლებად მნიშვნელოვანი. აი ჩვენ ისეთ სამყაროში ცხოვრობთ, რომ ყველაფერს თანაბარი მნიშვნელობა არ აქვს. აი მსოფლმხედველობა მოწოდებულია ზუსტად დაანახოს ადამიანს, ამიტომ მნიშვნელოვანი არის კურსები. სალექციო კურსს წლები აკითხულობს თეოლოგი გიორგი გვასალია. სალექციო კურსი იმთავითვე გულისხმობდა ერთადერთ რამეს, რომ აუდიტორიისათვის მიგვეწოდებინა ღირებულებითი, ნიშნით შერჩეული, საჭიროებო საკითხების მსვლელობა და გვემჟელა ამის შესახებ. ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ სალექციო კურსზე არ გვაქვს ასეთი მეთოდი, რომ სიტყვაზე ვთქვათ, მომხსენებელი თავის რაღაცა მოსაზრებას იტყვის და ეს საკმარისი. არა, აუდიტორია ერთვება აი ამ სალექციო კურსში და ისიც თავის საზს გამოთქვავს, კითხვებს სვავს და ჩვენთან ერთად ეძიებს ღირებულებათა სისტემის იმ ფორმას, რომელმაც დღევანდელ დღემდე შეინახა ქართული კულტურა, ქართული იდენტობა და დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა. ქართული და ევროპული იდენტობის ლექციათა კურსს კითხულობს ისტორიის დოქტორი, პროფესორი ეკა კვაჭანდირაძე. მესწრებოდი ლექციათა კურსს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემი და ჩემი მეგობრების ცხოვრებაში, იმიტომ რომ ამ ინიციატივას, ამ პროექტს მე რაღაც თვალსაზრისით გაუტოლებდი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფუნქციას და ინიციატივას. მე ვფიქრობ, რომ ის, რასაც აკეთებს ეს პროექტი, არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს, რომ აღმოაჩინო კავშირი შენ წარსულთან, რომ დააფიქსირო კავშირი აი იმ საწყისთან, რომელიც ზოგადად ადამიანს და განსაკუთრებით ქრისტიანს აქვს. საზოგადოება ივერიისა ჩართულია ქართულ-ბრიტანული სკოლის ბაზაზე მოსწავლეებისთვის ახალი საგნის დიალოგების საპილოტე პროგრამის მომზადებაშიც. კურსი სავალდებულოა. ის პლატონის დიალოგების ანალოგიით შეიქმნა და ბავშვებს სხვადასხვა კლასში აზროვნების საფუძვლებს ასწავლის. მიზანი ამ დიალოგების პროექტის არის ის, რომ რეალურად თითოეულ ადამიანს და ჩვენთაგანს იმისთვის, რომ გავიაზროთ ამ სამყაროში ჩვენი არსებობა, აუცილებელია კონდეს რაღაცა სწორი ორიენტირები და ჩვენი მოზარდებისთვის ის, რომ მათ დაინახონ ადამიანის რეალური დანიშნულება სამყაროში და რასთავარი თავის თავი აღიქონ ამ სამყაროს ესეთ განუყოფელ ნაწილად არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ის ფასეულობათა სისტემა, რომელიც ვფიქრობთ, რომ აუცილებელია დღეს მოზარდებისთვის, გადავცემთ მათ. საზოგადოება ივერიისას მხარდაჭერით გამოიცემა საგანმანათლებლო ჟურნალი გული გონიერი. ჟურნალმა შეიცვალა პროფილი. ეხლა გადავწყვიტეთ, რომ გახდეს უფრო პუბლიცისტური ხასიათის და ორიენტირებული იყოს ფასეულობით განათლებაზე. ჩვენი ჟურნალის ნომრებიც აი ამ მთავარი საკითხებით მისდევს ამას. პირველი ახალი ჟურნალის პირველი ნომერი ეძღვნება ეროვნულ იდენტობას, მეორე
აი რა გავლენა მოახდინა ქრისტიანობამ ჩვენს ისტორიაზე, ლიტერატურასა და ხელოვნებაზე. მესამე ეს არის ანტირელიგიური იდეოლოგიების უარყოფითი შედეგები, მომავალი ნომერი ეს იქნება ქრისტიანული კონსერვატიზმის და ასე შემდეგ. საზოგადოება ივერიისა. დატოვე შენი კვალი ისტორიის ახალ ფურცელზე.